კარგი ამინდი და გვემსხვა. ეს თუ ზღვის ხედია და მასზე უფრო მეტად მიყვარხარ შენ. ეხა ნუ იტყვე, გაიხარება. რა ჩარტყა. უყვარს რა კითხვა. დღეს კი ნამდვილად მოვხსნით ბრეკეტებს. შენ თემი გამოგინერგეს რა. შენ ხო გახსოვს მე და შენ ერთად უყურებდი და როგორც ცემა თოფრიამ სასკანი. აო, კარგი რა. კარგად ბაბუ. ფიზიკურად. თევზი არ მოდის მაგანკეს. კარგად სანი. დაუბრუნდე ზოგადად დღეს უნდა გავიკეთოთ წარბები. მანამდე კი ბაბუა ჩემთან შემოვიარეთ, სახლს უნდა დავხედოთ ისევ. ერთხელ კი ვიყავი, მაგრამ ძალიან სწრაფად შემოვირბინე ყველაფერი და კარგად ვერ დავათვალიერე. ჩემი რაჭო, ჩემი ამერიკელები როგორ ახალბა? ჯერ არის დასრულებული ღონ. ძალიან ლამაზია ხო? ბრეჟნევს ხარ. რა კაია. ესე რა დავტავათ? მართლა? მე ვერ ვატყობ შენ? კაია, ვერცმა. ოქციონს. გახშირებულია, ხო? რა ლამაზია. შენ თემი გამოგინერგეს რა. შენ თემი გადმოგინერგესო. ვალა. როგორ გიხდი? ეს ნამდვილი რეაქცია თუ ვიდეოსთვის ამბობ? ძალიან მომწონს, მეგონა რომ ბევრად უფრო ტკივნეული იქნებოდა, მაგრამ წარბის ამოღება უფრო მტკიოდა, იცი, სოცრემლები მომდიოდა. ზოგადად ძალიან მტკივა ხოლმე წარბის ღერებს რო ვიღებ და მაგიტომ მეზარება ხოლმე მაგის ამოღება და სულ მიშვებული მაქვს და დედა ჩემი იმდენი ხალია მეხვეწება, გაიკეთე დაისვენებ და როგორც იქნა. ხო მიხდება? თან სურიგები აქვს ამ გოგოსად. რამდენი ცდელობა მქონდა ცილის გავიკეთე დღეს და ისეთი კმაყოფილი ბედნიერი ვარ, რომ მეტი არ შეიძლება. ისი? წარბის გაკეთების უფლებას მაძლევს? რა უფლება უნდა? აბა რა გავაკეთე ხას რაღაცას გაკეთებ? რა ფეისა. აი ეს არ მინახავს წინა ჩამოსვლაზე, ეს ეხა გავუკეთებიათ. რა ბაბუ? ხო. აქეთაც არის ხო ყველგან? რა კაია. იგი შუქები. კაი გამოვა ძალიან. მაგარია. ამოვაგდებ ძერიანად. ხო. და ეს მდელო რაღაცა თესლი, რაღაცა რო თესავენ და წამოვა ის. გაქვს ეგა? ის არა პრობლემა მოვიდა, მაგრამ მე მინდა აქაური თავისებური რო წამოვიდეს. აქაური მდელო? მდელო იყო გახსოვს? აი ის უნდა წავიდეს ამაზე. აჰა. და ის პავილებმა გაიხარა და მიდის ნელ-ნელა წავიდა ამისამ. თუ ეს არ მომეწონა და თუ არ წამოვიდა როგორც წესი და ისე მე იმას მაგარი ხარ ბაბუ, მაგარი ხარ. სასწაული კაცი ხარ. ბაბუ იმას მოუსწრებ. იმ წარბები მართლა ვერ შეამჩნია რა გავიკეთე. რა გავიკეთე? ტატუ. ტატუ რა ქვია? და შემიფერადეს შიგნიდან ტატუსავით. რა ხდება მოხოვაზე ანიზა მატარებს იქიდან წამოდიო და გაჯარიმება. გაჯარიმებს ვინმე? გაჯარიმები მაგაში. მე არ მაჯარიმე, ისია მე აქ რო ხორო. აბა სახში არ უნდა შემოხვიდე კაცო. ასე უნდა ყოფილიყო. ხო, მაგრამ მე ხო აქეთ დაპატარავდებოდა აქთან. ეს რა და ამაზე ზევით უნდა იჯდეს ის. ანუ უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო სახში, მაგას ხარ, მაღალი უნდა ყოფილიყო და ის ცხოვრებელი უნდა ყოფილიყო. სამი დიდი 4 ოთახი გამოდიოდა. 4 ოთახი, 4-8-ზე, 7-ზე. 4-7-ზე. მე ამას რო ეგი რო გიყვარს, მითომ მიყვარხარ ბაბუანი შენ. ჩემი სხვა ამაზე უფრო მეტად მიყვარხარ შენ. ეხა ნუ იტყვევი. ეს 1000-იანი. ჯერ ამაში, ამიტომ მიყვარს მაგი. შენ რომ მიყვარხარ არავინ არ წავარს შენ თავზე. აი ესაა ჩემი ცხოვრება ბაბუი, კაი გადი. მიყვარს ეს კაცი. გაიხარება. რა ჩარტყა. ესაა. უყვარს რა კითხვა. კარგად ბაბუ. ალექს შენ გამოგვიცხე? აბა. დაჟაბნიდი ეხა და იმას რომ უთქვამს, რაიჯა გავთიშო, ისე თუ არ მოხდებოდა, ქართულს არ გაუშვებდნენ პირველად ის. ნუ ეს პრესტიჟის ამბავია, ეს პოლიტიკის ამბავია, პოლიტიკა ერევა ამ სპორტში და ეს არის უბედურება. ეხლა ტრამპი გამოვიდა თავისი საყავს და მე თეთრ სახლიდან გამოიყვანა იკაცი და მე იმას წაიგო და თოფურგე ვიღაცა წაიღო პირველობა და ეს არ
მორიცხული. ისთვის წელი ამერიკა ეგ პრეზიდენტის დაბადების ყველაფერი ერთდროულად. არ შეიძლებოდა. არ დაუშვებდნენ თუ არა. რა თითქმის მოვიგეთ არა ქულებით მაინც. ხო, შენ ხო გახსოვს მე და შენ ერთად უყურებდი და როგორც ცემა იმან. ხო. თოფრიამ საწყალმა როგორც ცემა და მე რა მოხდა? ეხლაც ვერ ლაპარაკობს დაშინებულია, თუ პურია გაღებოდა ავის მე. ეხლაც არაფერს არ უყურებ. მოვა დრო და მოიგებოდა. იმას კი არ ლაპარაკობს. ამჩაგრეს. მაგრამ არ იქნება სწორი ეგრე რო თქვას. ხო, არ იქნება სწორი, მაგრამ სულ არ არის. ეხლა მაგარ რო თქვას, რომ UFC-მ ჩააწყო, აზრი აღარ აქვს, უნდა წამოვიდეს მაშინ. უნდა წამოვიდეს მაშინ მიატოვოს უნდა რა. აბა რომ საჩულოს იმ ორგანიზაციაზე რო თქვას, რომ დოპინგი გაუკეთეს არ შეამოწმეს ხელთათმანებში რაღაცა ქონდა არ შეამოწმესო და ეგ ყველა ეგ რო თქვას, ეხლა ჯერ 100% არ იცის, არავინ არ იცის, მაგრამ ეს დოპინგი მაინც თითქმის 100%-ით ვიცით, იმიტომ რომ ფეხის გულების გაკეთლებული ქონდა. ხო, თელესოფლი ხო იცის. ხო. არ ლაპარაკობ ხო იცის, შეხვედრში. მე და შენ ვიცით, კაცი. შეიძლება დოპინგის გარდა კიდე ისეთ სწავლები ქონდა გამაყუჩებელი თუ რა ვიტკივილს ვერ იგებდა რა. მეორე ხელთათმანებში რაღაცა ის ბინტი ქონდა ამოვლებული და გამაგრებული იყო, ანუ აღარ იყო ბინტი რა. მედიცინა რა შეიძლებოდა ამერიკის დონეზე? ხო, წარმოიდგინე, ხო, სუპერ გმირებს და იმებს რო ქმნიან კინოებში, შედამაგნე რაღაც ქონდა. კლონი არ რობოტი იბრძოდა თალე. მესამე არის რომ წონა, რო აწონეს, ვინდა განახებს იმას, მაგას აწონენ ბევრი იქნებოდა და არაფერი არ უთხრეს. რო შეხედავ ახლა ჩხუბის დროს 1-20 კილოთ მეტი არის რა ხელა. 20 თარანგან სხვარი 10 ვეჭველი. რამხელა იყო მაგი ამასთან შედარებით. კაი, მიდია კაცება ერთი ალექს. ვაიმე, შემიგული. კარგად სანი. Каргайт. Бета. Каргайт. დავტოვეთ ჯვარი. ყველაზე ემოციური ნაწილი არის ეს, არ მიყვარს ხოლმე წამოსვლა და მაინც ხსან ხშირად დავდივარ, მაგრამ ეხლა ვიყავი თითქმის 1 თვე აქ და ისე შევეჩვე ამათ. ძალიან გამიჭირდა განშორება. ცოტა ცრემლებიც იყო. ფიქრობდით რომ უფრო ლაითად გადავატარავდით, მაგრამ ბაბუს არც არ დაგვემშვიდობა, მოკვდები ალბათო. ვერ გადავიდან თქვენს გაცილებას და წავიდა, საერთოდ დილაუთენია გავიდა სახლიდან. სამუშაოდ მე მგონი უკან იყო ყანაში. მეც რომ ეს პროცესი ცოტა უფრო გამიადვილდეს, ალექს მივყავარ ხოლმე აქედან სასტუმროში სადმიან ბათუმისკენ. ამჯერად მივდივართ ციხისძირში, კასტელომარეში. თავარი გზიდან ჩემების სახლი არის ზუსტად 4 წუთის გზაზე და შემოვედით, ბარემ გამოვაროთ ბებო და ბაბუს. ალექს არ უნახავს ბებია ჩემი რაც ჩამოვედით და ბარემ ვანახებ და წავალთ მე სასტუმროში. გუშინ ზუგდიდ შეკი ვნახე ბაბუ, მაგრამ დღეს ფოთში წამოსულა. აქ არის. არისიანაკეთ შემოვლოს რო პიროდის და გაგიჟდებიან. ალექსანდრ არ ხარ ხო პირველად? აჰაჯომა, როგორ ხარ? ვიდი. გადავიღებ თან. აჰაჯომა, აზარ ხომ? ვიზა დალერსი მომივიდა გოგო. გამარჯობა. მე ალაშა. გამარჯობა მამა. ამას უყურე. შეესწავლე. ბებოს ლამაზობები. ბებო დამჭკნარა ზოგი ხო? ხო, კიდევ გამოიტანს მაგი. ხო. მე უცე ვერავინ ვერ. კარგად. დღეს შემოვირბინეთ ყველაფერი. კარგი იყო, სულ ცოტა ხნით მოვედით, მაგრამ მაინც რომ ნახე გული მოვიოხე. ერთი ქობულეთის სანაპიროც ვნახოთ, აბა. ამ ადგილას ვიყავ 1-2 კვირის წინ ვლოგი რო დავდე. ალექსის გარეშე ვიყავი და ეხლა მოვიყვანე ისეც რომ ვაჩვენო, ძალიან მაგრად მომწონს ეს ადგილი.
კარგი სანაპიროა და ქვეშა არის და არ ჩავეფლოთ, აღარ ჩახვიდე მეტი. ხო დაბა. ой, ცოტა ქარია. როგორი მშვიდი იყო ჩვენ რო ვიყავით. ეხა ამღროულია ძალიან. სოფიანი ძაღლებით მოდიოდა და ვერ გავაჩერეთ ვერსად და ეხა დამიწვა მანქანასთან ჩემ შესასვლელთან და მე მგონი მე მომსდევს. ალექს. აქეთ გამოვიდა. არ გამომეკიდოს. ჩემ კარებთან დაწვა და ახლა შემიშვა მანქანაში. ვაი. ნახე რა უქნია. როგორ ამოუთხრია ქვიშა. არ მოიქრას პედალი. რა? და სამგეში. იყო მეგონაცე. გული გამისკდა. მოვედით ქობულეს შეეწინათ ამ რესტორანში შევუკვეთეთ ხინკალი პიცა რაღაცები და ძალიან მოგვეწონა და ახლაც გზად შემოვიარეთ. საბათი რო წავ. ნახოთ მენუ. სალათი არ მინდა რა. ნახოთ ჩვენი მარგარიტა. ზევაც გამოანათა ძალიან ცუდი ამინდი იყო მთელი გზა და ცოტა იმედ გადაწურული ვიყავი რომ საერთოდ გამოანათებდა, მაგრამ კარგი ამინდი და გვემთხვა. დავიწყოთ რომ ტურით. კარგი მანშაკეთი. ეს თუ ზღვის ხედია და? აჰაუ. მაგარი ხედი გვაქვს. ეს რა, უნდა აგვერჩია მე მგონი ჩვენ. რა მე არ იყო არჩევა იქ. არა? როგორ არა? წასულიყავი ისე იმ სასწავლაში. არაფერი არ ყოფილა რაღაც სასწავლი მეგონა. ისინი რო აქ აუზი და რაღაც პა და რაღაც. ხო, მეც ეგეთ ხედს ველოდი, მეგონა რომ იქით იქნებოდა. ან ცოტათი ხო ხედავ სხვას. მეტი რა გინდა? ჩავიდეთ ლიფტით სანაპიროზე. მოდი ჩამოჯექით. წახედით. რა სწრაფია რა იკრიფა. აი, ადაღმერთი არის იქ. ალექს, კადია დაგვრჩა. ეგრეა. ჰა? თვითონ დაიკეკა კაც. ბიჭო ის ემო ჩვენი ოთახის. არა ნელა მიდის რა უჯერს. ამის გეშინია? ეს ადმიდი ჩეკა. ეგა დავი. არ ვაიკრიფოს და გავარბათოში პირდა. ზღვა ძალიან ცივი იყო და ამოვედით აუზზე. ზღვა და აუზი ერთმანეთს რო უერთდება. სამომაზია. არ ვიცი რამდენი თბილია წყალი. აუზში ჩასვლამდე აუცილებლად უნდა მივიღოთ შხაპი. არის რეგულაციები, რომ შეიძლება საკვები შემოტანა, არ შეიძლება ხტავმა და ასევე არც სურათის გადაღება და შესაბამისად ალბათ არც ვიდეოსი და ეხლა დაგემშვიდობებით. ჩამოვედით ბილიარდის სათამაშოდ. მიდი. ალექს ნახე. აუ რა დავუსვი. არა, გთხოვ არა. აცდეს. თეთრი ჩააგდე, მიდი. აუ საუზმის ჩემი პორცია და ალექსის. გონი პირიქით უნდა იყოს, არა? დავბრუნდით თბილისში და ახლა ვართ თბილისის ზღვაზე. შემოვედით თუ არა გაჩერდა ამ აღმართზე. რატომ? იმიტომ რომ გამოცადოს მანქანა. ჩამოვედით მშვენივრად. საბურავები მაქვს ძალიან გაბერილიო და ეხა უნდა დაუშვას და უნდა ავიდეს ამ აღმართზე. ბათუმიდან მოვდივართ 5 საათია გზაში ვართ და რო არ ეზარება ეს ყველაფერი. 36 მეტრი მქონდა დაბერილები 4 ერთნაირად რა. წეს 30, 32 უნდა იყოს უკანა და ესე რა ქვია, პირიქით 32-30. ესეც მეოთხე საბურავი, ესე იგი 2 და 5 ბარებზე მქონდა და 1 და 6-ზე ვაყენებ რა. კაი ხანია მინდოდა აქ ჩამოსვლა და ცდა რა. სულიდი და დაღლილი ვიყავი ხოლმე სურათში და რა მოვდიოდი. ეხლა ბათუმიდან მოვდია. ესე იგი საბურავები დაშვებულია.
სპოთლეი მიდეს. X-Mods ჩავრთავ, მოცურება ჩართული იყოს და წავედით. საბურავები უბრალო, ახალი, მაგრამ უბრალო არა, თვითონ საკუთრებული. აჰა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საბურავის წნევას. წეღან 2 და 5-ებით რო წამოვედი აქ. ძალიან არ მიწვალებია, მაგრამ ერთი წამოვედი და ეგრევე დაბუქცავდა და დილამშვიდობისა დღეს კი ნამდვილად მოვიხსნით ბრეკეტებს, დავინში მიდივართ და მანამდე უნდა ჩავიტაროთ გაწმენდითი პროცედურები. დაიმახსოვრეთ ჩემი ბრეკეტები. რაც ფიქსებია იზღეჭვის შედეგად დაგიჯდება თანიზე სადღაც 3-დან 6 თვეში მოხდის მერე. ხო. გაჭრებოდა? თავიდან პირველი 2 დღე. ხო? კი, შეგვიძლია მოვიხსნით მოხსოვში. ოკეი. ეს არის აგეცნებად. ყველა გვიზავენ დავყვეთ თავს და მე მოხსნა. კარგი? უკვე ვიხსნით, ხო? ხო. შეკერია. ჩემო ჩმოხსა. ბედა. ისე შემხსნიან. ნომერი რაღაცა ისაა. ემა ჩვენე. მაგალითად ხა? ხო. შეიძლება მაგალითად. რა გიხდება? რა მაგარია? ერთ დიდებულაა ჩასო. რა? უცნაური შეგრძნება არ გაქვს? No, Mart ways. No. დაკრიჭევა. აბა როგორია ბრეკეტების გარე შეჭამა? მაგარია. ამოვისუნთქე. ძალიან სასიამოვნო შეგრძნება არის და მომენტებში რკინებს ვეძებ და უცებ არ მხდება რაღაცა სასიამოვნო. ეხლა მივდივართ თმების შესაჭრელად და ალექს დაგანახებთ როგორ იქნება შეჭრილი თმებით. მე მინდა რომ გაიზარდოს ხოლმე, მაგრამ როგორ ჩავადექი? მაგრამ არ იზრდეს და სულ უნდა რომ შეიჭრას ხოლმე და ბრუკლინში როცა ვცხოვრობდით, მაშინ 3 თუ 4 თვე არ შევჭრა და ისე უხდებოდა. ძალიან მაინტერესებს როგორი იქნება კიკინით, მაგრამ თვითონ ძალიან არ მოსწონს. სახლისთვის მინდა რაღაც ნივთები და სავარაუდოდ წავალთ ლილოში. აბა როგორ მოგწონთ ჩემი ღიმილი? ჩვენი კაპების დამზადება სჭირდება 2 დღე და ხვალ უკვე მზად იქნება. ვაუ, ეს სიმპათიური ხარ, აბა მიტრიალდი? კარგად გავუკეთებიათ. ავსურე, და მე მართა ხელზე. იქ შემოდიხარ, ზუსტად უნდა იცოდე რა გჭირდება რომ აიღო. ეხა ესენი საერთოდ არ მქონდა გათვალისწინებული ამათი ყიდვა და რამდენი რაღაცა ავიღე. რაც საერთოდ არ ვფიქრობდი რომ მინდოდა. ხო. ჩვენ წავედით ახლა დავინჩიში. უნდა დავტესტო ეს ნუქსის შიმერი. გონი ფერი არა აქვს, მხოლოდ სურნელი. კანი როგორ მზურება? შიმერია. ხო. ვიმერინგს რა შიმერი რას კითხო. თავდაჯერებული. დღეს უნდა ავიღოთ ჩვენი კაპები და შემდეგ წავალთ რაჯაში. რა ვქნა დღეს ხო არ წავიდეთ? დღესვე. თუ გვიან იქნება. ხარცა? ეს წოს ვარდის სუნი აქვს. ალექს უნდა რომ ღამე წავიდეთ და შაორზე დაგვათენდეს. თან შევკვეთა ისევ ანკესები. ერთი იყიდა რომ ჩამოვედით და ეხა ამბობს რომ აღარ მოსწონს, ნაით ვერ იჭერს თევზს და საჭირო იყო ანკესის შეცვლა აუცილებლად. არა, ფიზიკურად. თევზი არ მოდის მაგ ანკესზე. თევზაობის სხვადასხვა ისინი არსებობს და მე მქონდა ტივტივის ანკესი და ტივტივის ანკესზე ძალიან ძნელია დაჭერა. ყველაზე მარტივი და აბა ახლა რა გამოწერე რისი? სპინინგი არის, გადააგდებ, უნდა მოკაჩო და ეგრე დაიჭირო და ხო და ვნახოთ, აბა თუ იქნება ჯადოსნური ისა ანკესი და თუ მოვა ალექსთან თევზი. მიხდა სადმე არ ხენდეს. სულ ეს არის? სულ ეს სასაზე არაფერი არა? არა. მაგარია. ესე იგი არის, ნუ ლაპარაკში შეგიშლით დისკომფორტი გექნება, მაგრამ ფერება მიგიკეთე, დირექტ მოესწრე დატოვე. ხომე სახში ესეთ კუცკართან, სადაც უნდა შეინახო ხოლმე. რა ხდება? რა. აუ, კარგი რა. ესე ფარია ჩემგანა. დულობა. რა არის გავბრდღნათ? მაინტერესებს როგორ მოგეწონება მიდი, აბა. გავბრდღნით. ძალიან დიდი მადლობა, რომ შეწუხდე. თქვენ წუხდებით, ახლა მე შევწუხდებით სადაც. იქა და კოზი და საკემპინგო. რაღაცა ისა, ძალიან მსუბუქია ხო და რა მომაზი ჩანს, აბა გახსენე. ფერები თქვენ გაინაცილეთ.
აუ ზუსტად ესეთი მინდა და აღარ მართლა. მართლა? თან დიზაინი ძალიან ხამაგარია. ჭიქად ჯამა. აი, სასაყვარელია. აკა ხოლმე. კოზი თავის. კოზიც აქ თავის. აიმე. და მეორე კიდევ ძალიან მადლობა. აი, ეს ფერი იქნება შენი. ფერი ალექსის იქნება. მანი არ. გიждდება მაგ ფერზე. ძალიან დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა. მიხარია რომ ძალიან გაგვახარეთ. მაგრამ გამოწერას ვაპირო იჭიქის ტაიმის და არ მართლა ხარ. არ ხონდა. თან სუბუქია, აი ძალიან სუბუქია. ახლა რო ჩამ- ხდება. რა ჩამოხარა ჭაში დაგალევინე. ველოდები ვიდეოებს. მაშვენი აბა დამაკავე როგორია? ჰა. მართლა რა რამ მსუბუქია. სუბუქია. რა კაი მასალა. რაღაც ფინური ბრენდი ძალიან არის. მაგარია. ჩემი ჯობია. ჩემი ჯობია. ხო, ალექსის უფრო ლამაზი ფერია. ეს წერილი მქონდა ჩანთაზე. ძალიან საყვარლები არიან. ეცაკოირობა. საკემპინგო ჭიქებით დავითრიეთ. როგორ დასაჭუქდი დღეს მინდესი? აბა. და ეხლა თან სახში რომ მიდიხარ, ანგესის და გხდება, ხო? ხო. ლა. ლამაზი. ესე არ ვიღებ ხოლმე, ანუ ეხლა ტელეფონის შემოტრიალებული მაქვს, ჩემ თავს არ უყურებ ხოლმე, ისე ვიღებ, იმიტომ რომ ძალიან კარგი ხარისხი აქვს წინა კამერებს და ეს სელფის კამერა მაინც არ მომწონს. მაგრამ ესე ჩემ თავს რო უყურებ, რა კაი ყოფილა მართლა. ესე რომ წერდა ვიდეოებს. თან ვხედავ რას ვკავარ. ბუნებაში ძალიან გემრიელ ყავას დაგალევინე მაგჭიქებით. მინდოდა ისე გამოწერა რამის რა. იმიტომ რომ ძალიან პატარა ჭიქები მაქვს, აი ნალიქიან ყავას რო სვამენ ხოლმე ეგეთი და რო დავლედი ორ კლუბში მითავდებოდა. მე ხო ძირთადად ხსნად ყავას ვსვავდა, ეხლა ამაში კარგი ზომა არის რა. გათენდა და მივდივართ ისევ ლილოში. რაჭისთვის მინდა აბაზანის კომპლექტი, პატარა ზომის და რაღაც მაღაზიები ნახეთ ჩვენთან ახლა, მაგრამ ლილოში არის კარგი არჩევანია და მივდივართ ისევ მათ. მე მომწონს აი ეს. გუში რა ფერი ყავს? ვაუ. უცებ რა ვიყიდე 31 ლარად. საკიდები ალექს მეც ადგილს გააჩერა რომ პარკინგზე არ მოვიწია შესვლა, მაგრამ მაინც მოუწია და მე კიდევ ნაჩქარობა ზუსტად 5 წუთში, არა 4 წუთში ვიყიდე ყველაფერი. გაჩვენებთ რა. ესეთი ერთი ძალიან დიდი და ერთი უფრო მოკლე ტილო, რომელიც არ ტოვებს ბუსუსებს და თმებს სააბაზანოსთვის. ძალიან კარგია, მე მგონი ესენი შეაქეს ძალიან. კიდევ ერთი ორგანიზერი ესეთი იშლება და საკმაოდ დიდია. HD ამ ტილოებით გასარეცხად. სულ ყველაფერი 31 ლარის. მაგარი ნავაჭრია ხო? აბაზანის კომპლექტიც ვიყიდეთ ძალიან ბიუჯეტურად. მაღაზია არის ადელი, ძალიან მარტივად მიაგნებთ. ლილოში გორას როგორც გახვალთ, მანდ არის. TikTok-ზე ვნახე მაგათი გვერდი და მე იქიდან მოვხვდი მან და პარკინგიც იქ არის ყველაფერი და უცებ მოვგვარდით. ეხლა კი თავისუფალი ვართ და შეგვიძლია წავიდეთ რაჭაში.